ეს გვირაბი სავსეა თევზებით. აქ ალიგატორები ხო არ არიან? უკან დაიხიეთ. ხო. შეხედეთ რამდენია. რა ხდება? რაღაცას მგონი სკაც გავს. იქ შენ ზომის თევზსაც კი დაიჭერდი. ეს არის 24 საათიანი გამოწვევა. ღმერთო ჩემო, თევზი დავიჭირე. ძალიან პატარაა. ესეთი არასდროს მინახავს. მოდი, არავანა. იცადე, იქ დიდი თევზია, ჰელენ. ეს ნამდვილი ურჩხულია. ღმერთო ჩემო, იქ იმდენი თევზია. დავიჭირეთ ერთი. აუ! როგორ ხართ BF Nation? კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კიდევ ერთ შესანიშნავ ვიდეოში ბიჭებო. დღეს ვბრუნდებით ერთ ადგილას, სადაც დიდი ხანია არ ყოფილვართ და რომელიც სავსეა აკვარიუმის თევზებით. სინამდვილეში აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავით აქამდე. და იმ ვიდეომ თქვენ ძალიან მოგეწონათ. დავიჭირეთ ძალიან უცნაური რამეები და მგონი იმ ვიდეოს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. და რატომღაც არ ვიცი რატომ აქ აღარ დავბრუნებულ ვართ. და მგონი უკვე 4 ან 5 თვეა გასული. და ბოლოს დავბრუნდით, ვიღებთ მეორე ნაწილს, რომელსაც თქვენ ელოდით. ძირითადად ეს არის პატარა ნაკადული, რომელიც მიდის გვირაბებში და მერე რამდენიმე კანალიზაცია უერთდება მას. ასე რომ ამ ერთ პატარა ადგილას დაახლოებით 4 სხვადასხვა კანალიზაცია, რომლებიც სავსეა თევზებით. შეგიძლია იქ თევზის მახეები დადო, ბადეჩადო. ბოლო ჯერ როცა ეს გავაკეთეთ, დარწმუნებული ვარ გურამიები დავიჭირეთ, აფრიკული ციხლიდები. დიდი ხანია გასული და თითქმის დამავიწყდა რა თევზები დავიჭირეთ. ვიცი რომ ორი დიზაინერული პლეკო დავიჭირეთ. ძალიან ლამაზები იყვნენ. დღესაც იმადზე მაქვს იმედი. და კი, ძალიან აღფრთოვანებული ვარ რომ ამ ადგილს კიდევ უფრო ვიკვლევ. ნახოთ კიდევ რა ცხოვრობს აქ. ასევე დავიჭირეთ უზარმაზარი ლოქო, რომელსაც ბათხედი დავარქვით და მალე ის ერთ-ერთ ჩემს აუზში გაქრა. იქნებ დღეს მის ძმას დავიჭერთ. ხო ბიჭებო, დღეს 3 თევზის მახე გვაქვს. თან შეხედეთ, აი ეს აქ არის, ეს ჩვენი ძველი სანდო მახეა, ეს ყოველთვის მუშაობს, სულ ამას ვიყენებთ და ყოველთვის თევზს იჭერს. ასე რომ ეს ერთი გვაქვს, ასარჩევად, ესეც გვაქვს, ეს ჩვენი მონსტრი თევზის მახეა. თუ გავხსნით, ნახავთ რატომ ვეძახით ასე. შეხედეთ ამ რაღაცას. თუ რამეს დავიჭერთ ამაში, უზარმაზარი იქნება. ამიტომაც წამოვიგეთ დღეს ეს, რადგან ვიცით რომ აქ დიდი თევზებიც არიან. და კიდევ ეს გვაქვს. ეს დიდი ხანია არ გინახავთ. ეს პირველი მილის მახია, რაც ოდესმე გავაკეთეთ. ეხა ხშირად აღარ ვიყენებთ, იმიტომ რომ იცით რა, უბრალოდ საუკეთესო არ არის. მაგრამ ვფიქრობ დღეს ისევ რომ ცადოთ და გამოვიყენოთ, ძალიან სახალისო იქნება. დიდი ხანია ეს არ გამომიყენებია, თქვენ ძალიან მოგწონდათ. სინამდვილეში კამერის უკან ჩემი შეყვარებული ჰელენია. დღეს ერთი ერთზე ვთამაშობთ. თევზის მახეების ერთი ერთზე. ჰელენ, პირველ არჩევალს შენ გაძლევ, შენ აირჩიე. შეგიძლია აირჩიო, რომელი თევზის მახე გინდა გამოიყენო და მერე მე ავირჩევ მეორეს. დაწენეთ კომენტარებში, ვიზზედებთ ფსონს მეგობრებო. ჰელენ, აირჩიე შენი თევზის მახე და მოვამზადებთ მათ სატყუარით. კარგი ჰელენ, 3 თევზის მახე გაქვს ასარჩევად. რომელს ირჩევ? ეხო რომ ვუყურებ, უკვე ხედავ რომ ეს ძალიან პატარაა ჩემთვის. მე დიდ თევზებზე მივდივარ. ეს არ არის. ჰელენი, დიდ თევზებზე მიდის. ეს უბრალოდ არ გამოდგება. კარგი, შემდეგი. ეს ბევრად უფრო დიდია, ასე რომ იმედის მომცემად გამოიყურება. თუ ნახრეთს შეხედავ, ესეთით დიდ თევზს ვერ დაიჭერ. ნახრეთი ძალიან პატარაა. კარგი, ასე რომ გამარჯვებული გყავს? მაშ, ეს ნამდვილად შენთვის შესაფერისი მახია. დიდ თევზს დაიჭერ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ხო, იქ შენ ზომის თევზსაც კი დაიჭერდი. მზად ვარ. კარგი, ეხლა უნდა მოამზადო სატყუარა, უნდა შეეხო ამ საზიზღარ წნიან ჰოტდოგებს. კარგით ბიჭებო, ეხლა ჰელენის თევზის მახეს ვამზადებ სატყუარით, ყველაზე დიდ საიღო, რადგან ყველაზე დიდ თევზს ეძებს. ვცემ პატივს ჰელენ, მას დიდი მიზნები აქვს. აი ეს სოსისები გვაქვს. მითხარი, როდის გავჩერდე ჰელენ, კარგი? თქვი ჰელენ, როდის? კარგი. მართლა? ეს კარგია. იქნებ კიდევ ერთი. ხო ერთი. კიდევ ერთი. ეს საკმარისია შენთვის? ეს საკმარისია? ეს იდეალურად გამოიყურება. ასე რომ ეს რჩება, ვაუ. ეს ნიშნავს რომ მე ორი დამჭა. ეს ყველაფერი გჭირდება. კარგი, იცი რა, ეს მართლა ყველაფერი მკირდება. მე გაჩვენებ. დაგიმტკიცებ, რომ ცდები. იცი, ნაკლები ნიშნავს მეც, როგორც ამბობენ. აი ჰელენის თევზის მახია. მას შიგნით საკმაოდ ბევრი ჰოტდოგი აქვს სატყუარად. ეხლა დროა რომ წახვიდე და დაადგა. ღმერთო, იქ დიდი გარია. ხედავ ამას? ფრთხილად იყავი ფეხებზე. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, აიღე შენი თევზის მახე. სად აპირებ მის დადებას? ფიქრობ, სადღაც აქვე. ეგ. კარგი, კარგად გამოიყურება. რის დაჭერას იმედოვნება, კარგი? პატარა წინასწარი ინტერვიუ თევზის მახეზე. რას ელოდები? აროვანა. კარგი, ის იმედოვნებს რომ აროვანას დაიჭერს. ნახოთ. როგორც თქვი, აქ მხოლოდ ერთხელ ვართ ნამყოფი, ასე რომ ნამდვილად არ ვიცით რა არის აქ, შესაძლებლობები უსასრულოა. იცი რა ჰელენ, შეგიძლია აროვანაც დაიჭირო, ეს სრულიად გამორიცხული არ არის. დამავითნა მე თქვა ბიჭებო, ამ თევზის მახეებს 24 საათით ვდებთ, ეს 24 საათიანი გამოწვევაა. ეხლა ავირჩევ ჩემს თევზის მახეს
და მერე იქ მეორე გვირაბთან ჩავალ იქ ნაკადულის ბოლოში და იქ დავდებ. იქ არასდროს გვითევზავია. დრო ავირჩიო თევზის მახე. კარგი, ეხლა რადგან ყოველთვის ამას ვიყენებ, მინდა ცოტა შევცვალო. ასე რომ ამაზე გადავდივარ ჩვენს ძველ მილის მახეზე. კარგი, წავიდნენ, ღარში ჩავიდნენ, დროა ჩავიდე იქ და შევამოწმო. შორია სასიარულოდ. კარგი, ბიჭებო, მივდივართ აქ დამალულ გვირაბთან, მაგრამ თუ აქ შეხედავთ, ნაკადული ეხლა წყლით მიედინება. გონია რომ თევზის მახეს რო დავდგამ, ცოტა ხანს ბადითაც ვცდით რომ გავიგოთ რა შეგვიძლია აქ დავიჭიროთ. იმედია რამე უცნაუს ამოვიღებთ. ნახეთ. მოვედით ამ ახალ გვირაბთან, სადაც არასდროს ყოფილვართ და ის უზარმაზარია. ქვემოდან ვერ ხვდებოდი რამდენად დიდი იყო, მაგრამ ეს პირდაპირ ყველაზე დიდი გვირაბია, რაც კი ოდესმე მინახავს. წყალი კი ბროლისავით სუფთა. როგორც კი მივედი, მილიონი თევზი გაიფანტა შიგნით. მართლა ყველაზე მეტი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა ძალიან მინდა ბადე-შადე შევაგდო და ვნახო რა თევზებია. აქ ბადე მაქვს და ეხლა ჩემს თევზის მახეს გვირაბში დავდგამ. ხო, შეხედე რამდენია. უცდი, ჩასაფრებით დავიჭირო, წავედით. მოდით ვნახოთ. ეს რა არის? გონი უბრალოდ ქვა. ძველი, უინტერესო ქვა. არ დავიტოვებთ, უკან დავაბრუნებთ. ერთი პატარა ამოღება და უკვე თევზი დავიჭიეთ, ბიჭებო. ეხლა გვირაბში ვცოცავ და ვიკვლევ მას. ძალიან მღვრია, ცოტა საშიშია, მაგრამ ბევრ თევზს ვხედავ, ნახეთ ეს. თუმცა ალბათ ვერ ნახავთ, რადგან წყალი ძალიან ბნელია. შეხედეთ რა შემზარავია. სინამდვილეში საკმაოდ ღრმაცაა. ალბათ დაახლოებით 1 ფუტის სიღრმეა. კარგი, ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც თევზის მახეს დავდგამ. ნამდვილად დავამარცხებ ჰელენს. ფიქრობ, მთლიანად შიგნით ჩავდებ მახეს, რადგან იქ არის ყველა თევზი, წყლით ჩავძირავ მას. აი მიც. იძიდება, იდეალურია. ასე რომ მახე გვირაბის შუაშია, შეიძლება შიგნით თავისუფლად იტივტივოს. კარგი, ბიჭებო, ცოტა ზევით ავედით ნაკადულზე. ეხლა ბადით დაჭერას ვიწყებთ. მე და ამ ადგილს დაუმთავრებელი საქმე გვაქვს. აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავით და ძალიან მაგარი რამეები დავიჭირეთ. ასე რომ ძალიან მაინტერესებს, ეხლა რას დავიჭერთ. ამ ვედროს აქ ავავსებთ. კარგი, ეხლა ბადით დაჭერას იქ დავიწყებ. ბევრი ტალახია. იქ არაფერია. აქ ძალიან ბევრი თევზია. ვაუ. იმდენი თევზია. შეამოწმე ეს. აქ პატარა მოლის ბაჭიები ყავს, ხედავ ამას? უამრავი პატარა მოლის ბაჭია. ეს ძალიან მაგარია. თუმცა, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ პატარა მოლიებია. უკან დავაბრუნებთ. ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ. გავაგრძელოთ. ხო, ეს კარგი პატარა ღრმა ჯიბეა, იქ რაღაც აუცილებლად უნდა იყოს. უფრო დიდი თევზია, შეხედე ამას. აქ უფრო დიდი თევზია. ეს რა არის? ეს რა ჯანდაბაა? ეს რაღაც ციკლიც გავს. გონია რომ ეს ტეხასური ციკლიდია. ეს სიგიჟია. პატარა ტეხასური ციკლიდი უკვე თავიდანვე. უბრალოდ პატარა ბაჭია. კარგი, ის ნამდვილად ვედებთ მედროში. აუცილებლად შევინახავთ. გავაგრძელოთ. ეს კარგი ნიშანია. ეს კარგიო. იქვე ბევრი თევზი დავინახე. კიდე მოლისები. მართლა სერიოზულად ამბობ. შეხედე ამას. შიგნით კიბორჩხალაზის. ხედავ მას? ძალიან ნარინჯისფერია. შეხედე, ცოტა თეთრიც აქვს, ცოტა წითელიც, განსაკუთრებით კლანჭებზე. ეს აშკარად რაღაც სახეობის მორფია. ეხლა ვიცით, რომ აქ ფერადი კიბორჩხალებიც არიან. თვალს მივადევნებთ მათ, მაგრამ ესეც ჩავაგდოთ ვედროში. მაგარია. კარგი, აი ჩავარდა ვედროში, უკვე ორი კარგი ნადავლი გვაქვს, ბიჭებო. ძირითადად თევზის მახეებს ვამოწმებთ, მაგრამ ვცდილობთ ბადითაც გავიმართლოთ ბედი და ვნახოთ, რამეს დავიჭერთ თუ არა. გავაგრძელოთ. შეხედე ამ თევზს. კარგი, ბალახებში შევიდა. ეს დიდი თეთრი თევზი იყო, დაინახე? მოიცადე, აი თავი გამოპო. თავს ყოფს. კარგი, ვცდი ბადით დავიჭირო. ღმერთო, ეს მოლია, ალბინოსი ოსკარი გავს. მოდი. გონი დავიჭირე. გონი ბადეშია. არ ვიცი, რა იყო ეს. აშკარად რაღაც ღმერთო შეხედე ამ ჯუველ ციხლიც. რა ლამაზია. ხედავ მის ფერებს. საოცარია. როცა მართლაც ლამაზ ჯუველ ციხლიც ვიჭერ, ყოველთვის მინდა დავიჭირო, მაგრამ არსად მაქვს მისი მოთავსების ადგილი. ამიტომ უკან გავუშვებთ. ძალიან მაგარია, მაგრამ აქ რაღაც ალბინოსიც იყო, ასე ჩანდა. აი ისიც. ღმერთო, თითქმის უკან გავუშვი. შეხედე ამას. ეს გიგანტური მოლია, გიგანტური მოლია. საოცარია. კარგი, უკვე ვითხრენთ ძალიან მაგარი თევზების დაჭერას, ბიჭებო. გავაგრძელებთ, ნახოთ კიდევ რა შეგვიძლია აქედან ამოვიყვანოთ. მზე ჩადის და მერე დროა რომ ეს მახეები 24 საათით დავტოვოთ. და აი წავიდა ვედროში. ეხლა აქ ცოტა ზემოთ ბადით მოვსინჯოთ. შეხედეთ ამ სცენარებს. ეს უბრალოდ საზიზღრობაა. საშინლად ყარს კიდეც. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ნახე როგორ გაინძრა. მეგონა ჯოხი იყო, სულ შემაშინა. შეხედე ამას. ეს ნამდვილი თევზია. ეს რა არის?
არა, დავიდა. აი ეს. მოიცადე. უბრალოდ ჩაეფლო ტალახში. ეს რა იყო? ჰეი! ეს ისა? ხო, ეს ისა. დავიჭირე. ეს რა არის? რაღაც სტინგრეის ან რაღაცას გავს. ცოტა ფარლოველას კატფიშს გავს თუ იცნობთ მაგას, მაგრამ მგონი ეგ არ არის. მგონი ესეთი ჯერ არ დამიჭერია. ესე რომ ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. ახალი თევზი ამ ადგილას. მაგარია. ჩავაგდოთ ვედროში ბიჭებო. გთხოვთ დამეხმარეთ ამ თევზის ამოცნობაში კომენტარებში ქვემოთ. კარგი, ეს უკვე 4-ია. ღმერთო, მართლა ვაჩქარებთ საქმეს აქ. კარგი ბარგი ბიჭებო, თუ ეს ადგილი ჯერ ვერ იცანით, ახლა ნამდვილად იცნობთ. შეხედეთ. პირდაპირ ჩემს ქვემოთ უზარმაზარი კანალიზაცია. ეს ის კანალიზაციებია, სადაც პირველ ეპიზოდში ვთევზავდით, აქ ვთევზავდით და მერე იქ, ქუჩის მეორე მხარესაც. ძალიან მაგარი რაღაცები დავიჭირეთ იქიდან, ასე რომ მინდა ავწიო და შიგნით ბადით მოვსინჯო. ძალიან ჟანგიანია. ეს არც ისე ცუდია. ხო, სწორია, საკმაოდ ძიმეა. კარგი, გავხსენით ეს უზარმაზარი კანალიზაციის ცხაური, შეხედე რა ბნელია იქ ქვემოთ. ძალიან იდუმალი და საშიშია, მაგრამ ნამდვილად არის იქ თევზები. ასე რომ ცდით ბედი. დაიცადე. ზუსტად ჩემს ბადეზე, გავტეხე. ეს დიდხანს არ გაგრძელდა, კანალიზაციის ცხაური ჩემს ბადეზე გადავაგდე, მაგრამ მაინც მუშაობს, არა? ისევ შემიძლია თევზის დაჭერა. ღმერთო ჩემო. კარგი. მივაქციე. ისე ღრმა, თევზი დავიჭირე. მართლა დავიჭირე თევზი. შეხედე ამას. ეს კოღოს თევზია. ჭყვილა დავღელდი. ღმერთო ჩემო. მართლა ძალიან ღრმაა შიგნით. თევზი დავიჭირე, ამჯერად უფრო დიდი თევზია, შეხედე ამას. აი ეს ნამდვილი თევზია. არა არის ეს, შეხედე ამას. ეს კალმახია. სტუმრები ყავს? შეამოწმე ეს. არ არსებობს. ხო. უბრალოდ დაგინახე როგორ მიდიოდი. ვიფიქრე არ არსებობს, ეს ბიჭი მართლა კანალიზაციაშია. აქ თევზებს ვიჭერთ. ნახე ეს. ეს ხო სიგიჟეა. დასაცილოა ძმაო. კარგამეს გისურვებ ბიჭებო. ბიჭებო. შენც ასევე. ნახეთ ეს ბიჭებო. აქ პატარა ლოკო დავიჭირეთ. ეს პირველი მაგარი თევზია ნამდვილი კანალიზაციიდან, ხო ასეა? ამჯერად რეალურად ვსვლით წესებს. ბადეს ვაგდებთ კანალიზაციაში და თევზის მახეს ნაკადულში. ჩვეულებრივ პირიქით ხდება. ასე რომ ეს სახალისოა. კარგი, უბრალოდ დავაბრუნებთ მას. ღმერთო ჩემო. კარგი, ამჯერად სკერს მივარდი. ნახოთ. ღმერთო ჩემო. არ არსებობს. ეს იგივე თევზია თუ სხვა? გონი იგივე თევზია. ეს იგივე ლოკოა. გონი კი, ძალიან ცუდად გზნობ თავს. იგივე დავიჭირე. წადი აქედან. ღმერთო. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია. ეხლა კანალიზაციაში ვართ, შეხედე ამას. აქ თითქოს ხრეშია. ეს რა არის? ნახე, ყვითელი თევზია. ესეთი რამ არასდროს მინახავს. კარგი, მოდი სწრაფად გავიდე აქედან, ცოტა საშიშია. შეხედე ამას. რა მაგარია. რა პატარაა. ესეთი არასდროს მინახავს. კარგი, ვაგდებთ ვედროში. ეს საოცარია. მგონი ჩვენი კანალიზაციაში თევზაობა ცოტა ადრე უნდა დავასრულოთ, რადგან თუ შიგნით შეხედავს სრული სიბნელია. მზე ჩადის და ცოტა საეჭვოა კანალიზაციაში ყოფნა. აქ დავამთავრებთ. ერთი სრული დღის შემდეგ დავბრუნდებით ბიჭებო. ვიცით რომ ეს ნაკადი სავსეა, მაგრამ ბადით თევზაობა არ გამოდის. ამას წესიერად რომ მიუდგეთ ბიჭებო, ეს თევზის მახეები გვჭირდება რომ მართლა რაღაცა უცნაური დავიჭიროთ. ასე რომ სრული დღე 24 საათიანი თევზის მახე ახლა იწყება, იქ ნახავთ ბიჭებო. კარგი ბიჭებო, სრული 24 საათი გავიდა, მეორე დღეს დავბრუნდით, მზად ვართ, მაშინვე შევამოწმოთ ჩვენი მახეები ბიჭებო. ხედავთ რომ ჰელენის მახე ნამდვილად გადადგილდა და ვეღარ პოულობთ ჰოტდოგებს. ასე რომ ეს ძალიან საინტერესოა. შეხედეთ, აშკარად ბევრად გადადგილდა. მას მახე ბევრად უფრო ზედაპირზე ჰქონდა და ვეღარ ხედავთ იმ 20-მდე ჰოტდოგს, რაც შიგნით ჰქონდა. ასე რომ ვინც იქ შევიდა, აშკარად მშიერი იყო და მთელი სათყვარა შეჭამა, ასე რომ შეიძლება დიდი იყოს. ვიზუალურად ვერაფერს ხედავ, რაც ძალიან უცნაურია, მაგრამ ჰელენ, აწიე მახე და ვნახოთ რა დაგხვდა. მოდი აროვანა. აროვანა. ჯერ კიდევ იმედოვნებ რომ აროვანა იქნება? ვერაფერს ხედავ? იქ ჯერ კიდევ ძეხვია დარჩენილი? მოიცადე ერთი წამით. მოიცადე, იქ დიდი თევზია, ჰელენ. ეს ოსკარია? მგონი ოსკარი დაიჭირე. აი აქ უკან არის, მოდი ამოვიღოთ. ხო, ეს ოსკარია. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, ეს მდინარის კიბოა? რა ჯანდაბაა? მართლა მდინარის კიბოა, არ ვიცი ეს რა არის. ხო, იქ ციხლიდები წყავს. ვაუ, ნახე როგორ ახტა. დიდ კრევეტს ან რამე მსგავს. ძალიან დიდია. ხო, არ ვიცოდი აქ კრევეტები თუ იყო. ხავ, ჰელენმა რაღაც ძალიან უცნაური დაიჭირა, არ ვიცი ეს რა არის, მოდი ვედროწყლით ავავსოთ, რომ შიგნით ჩავაგდოთ. კარგი, ღმერთო, ოსკარი გაგიჟდა. ეს დიდი ოსკარია. აც კი მინდა ეს რამე შევეხო. უცხო პლანეტელს გავს. პირდაპირ უცხო პლანეტელს გავს. თუ ეს კრევეტია, მაშინ ეს არის. მსოფლიო რეკორდის ზომის კრევეტია. მოდი ვწადო ეს ოსკარი სწრაფად ამოვიღო. ეხლა არ ჩანს რომ ბევრი თევზი დაიჭირე, მაგრამ პატარა კარგი ოსკარი კი აიღე. დიდ დედას ეძებდი. ეს დიდ დედაა?
ალბათ უფრო საშუალო დედა. საშუალო დედა. კარგია მაინც. დავიტოვებთ მას. ოსკარის არმია ნამდვილად. აქ პატარა ტილაპია ყავს, უკან გავუშვებთ. ჰეი, ეს ჩემი თევზია. დაგიტოვებინა გინდოდა? ხო, მე დავინსახურე ის. შეხედე ამას. ვაშლის ლოკოკინებიც გაქვს, კარგი, ბევრი ვაშლის ლოკოკინა. გონი მთავარი და ყველაზე უცნაური რაც დაიჭირე, ესა. ანუ ეს რა ჯანდაბა, მეშინია შევეხო. პინდა შეეხო მას. არა. სთი ავიღო ის. შეხედე ამ რაღაცას. ღმერთო ჩემო, ეს საზიზღარია. ღმერთო ჩემო, კარგი, გამოდი ძმაო. ღმერთო ჩემო. რა? ეს ნამდვილი მონსტრია. ვედროში ჩადი. უზარმაზარია. ის ოსკარზე დიდია. ეს მართლა კიბოა, ვერ ხვდები. უფრო კრევეტას გავს. ღმერთო ჩემო, შეხედე ზემოდან. შეხედე მის თავზე. ის წვეტიანია და სამართებლივით ბასრი. ღმერთო ჩემო. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ასე გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ ესა. ხედავთ, ჰოტდოგები თითქოს ნაგლეჯილია. რაღაც ჭამდამად. ალბათ ის უცნაური კრევეტას მსგავსი არსება იყო. მგონი მოვიგე. მხოლოდ ორი მაქვს, მაგრამ ერთი დიდი და მეორე უცნაურია. ხო, მართალია. ეხლა ჩემს მახესთან ჩავდივართ, ავიღებთ და ვნახავთ რა დაგხვდება იქ. მაგრამ ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია. პატარა ოსკარი და რაღაც იდუმალი უცხოპლანეტელი არსება. შეხედე იმ თევზებს იქ. არ ვიცი რა სახეობა, მაგრამ ბიჭებო, მივედით გვირავთან ჩემი თევზის მახით. დანა მაქვს რომ გავჭრა პლასტმასის სამაგრი, რომელიც კარს აჩერებს, რომ თევზები გამოვიყვანოთ თუ რამეს დავიჭერთ. შეხედეთ, ხედავ თევზის მახეს. ხო, საერთოდ არ დაძრულა. მგონია რომ ამაში მე გავიმარჯვებ. მართლა? ზადვარ ალიგატორის თავდასხმისთვის. აქ ალიგატორები არიან? უკან დაიხიეთ. სინამდვილეში საერთოდ არ განძრეულა. მართლა იმედი მაქვს რომ რამე მაინც დავიჭირეთ. გამარჯობა. ო, არ არსებობს. ჰელენ, აქ ძალიან ბევრი თევზი მაქვს, შეხედე ამას. ჰელენ, ბევრ თევზს ვგზნობ. დიდი პრობლემები გაქვს, კარგი? სინამდვილეში მესმის როგორც ურავენ შიგნით. კარგი, გვაქვს დანა. ეხლა ზიბს დავჭრით. ეს რა არის? სინამდვილეში აქ ბევრი თევზია. კარგი, აი ეს. აფანგი გაიხსნა, ხო? შეხედე ამას. პირდაპირ თავიდანვე, ღმერთო ჩემო. კარგი, აქ ბევრი თევზია. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ნარინჯისფერი კრევეტი. კონვიქტ ციკლიდი. თეთრი მოლი. სტირო ყველა ერთად ჩავასხ. იქ ძალიან ბევრი თევზია. ეს წყალი საშინლად ბინძურია. კარგი, ბევრი ჩავასხით. იდე ბევრია, ღმერთო ჩემო. ეს მწვანე ტერორია და უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. აი იქ ვარდისფერი კონვიქტია, ღმერთო ჩემო. გორი დაგამარცხე მართლა, რაოდენობით ნამდვილად. მაგრამ შეხედე ამას. გურამი როგორც წინაჯერზე დავიჭირეთ, მაიას ციხლიდი. აქ კიდევ რამდენიმე ყავს, შეხედე ამას. ეს სიგიჟია. იმდენი თევზია. კარგი, ესენი ჩვეულებრივებია, დავაბრუნებ წყალში. კიდევ ერთი ნარინჯისფერი კიბო. ხედავ მას, დავიჭირე. შეხედე ამას, ეს დიდი ყოფილა. შეხედე მაგას კლანჭებზე. ეხლა ამ მახის ყველაზე ცუდი მხარე, რის გამოც ხშირად არ ვიყენებთ, ისაა, რომ თევზის ამოღება ძალიან რთულია. როგორც ხედავ, ძალიან მიჭირს. მოდი ვიცი, რომ კიდევ რაღაცაა შიგნით. ეს რა არის? პატარა ლოკო და კიდევ ერთი ტილაპია. დავაბრუნოთ წყალში. კიდევ ერთი მწვანე ცრემლი, შეხედე ამას. კიდევ ერთი პატარა მწვანე ცრემლი. ეს მართლა მაგარია. ჩავაგდებთ ვედროში. ჰელენ, გონი ამ თევზით ეხლა მოვიგე. შეხედე ამას. არ არსებობს. ეხლა ხან ერთ-ერთი ესეთი დავიჭირეთ, თუმცა ძალიან პატარაა. ღმერთო ჩემო, პატარა პლეკოა. დამავიცლა როგორ ქვია ამათ. თქვენ თქვით გონი საზანთროსავით რაღაც იყო? ცოტა ხნის წინ კანალიზაციაში უზარმაზარი დავიჭირეთ. ესეთი დიდი იყო და ეხლა სულ პატარა დავიჭირეთ. მგონი ეგ არის. ღმერთო ჩემო. ძალიან მაგრად გამოიყურებიან. კარგი, მგონი იმ თევზით გამარჯვება მოვიპოვე. კომენტარებში დაწერეთ როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგო მეგობრებო. მგონი ჩემი თევზის მახე ამით დასრულდა. ბევრი რამ დავიჭირე, ყველაფერი ვედროში გადმოვყარე. ეხლა ყველაფერს გადავხედავთ. ნახოთ რამე ხო არ გამოგჩა. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. ორი კიბო. ძალიან მაგარი პლეკო, უზარმაზარი, ვარდისფერი, კონვიქტ ციხლიდი. გამარჯობა, ვაუ. ეს რა არის? რა მიჭირავს ხელში ეხლა რა? იესო, ეს ლოკოა. ესეთი არასდროს მინახავს. რა ხდება აქ? არ ვიცოდი რომ ეს დავიჭირეთ. ალბათ მაშინ ჩავარდა ვედროში, როცა ყველაფერი ჩავყარეთ. თითქმის გამჭვირვალეა, თითქმის მისი ჩონჩხიც ჩანს. უზარმაზარი ულაშები აქვს. ეს მართლა მაგარია. კარგი, ვედროში ძალიან ბევრი თევზი გვაქვს. ელენის ნადავლიც გვაქვს.
ეხლა სახლში მივდივართ, დავახარისხებთ მათ ჩვენს აუზებსა და აკვარიუმებში გადავუშვებ ნარინჯისფერი კიბო, ძალიან მაგარი პლეკო, ვარდისფერი კონვიქტი, უცნაური ლოქო. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ გვირაბში, მაგრამ ეხლა სახლში მივდივართ და ახალ სახლებს მივუჩენთ. წავედით ბიჭებო. კარგი ბიჭებო, სახლში დავბრუნდით. ორი ვედრო სავსეა იმით, რაც უნდა შევინახოთ. ოსკარის არმიასთან ვართ. შეხედეთ. ეხლა წყალი ცოტა უცნაურია, რადგან როგორც ხედავთ, მილიონი მანგოა, იმიტომ რომ ეს ხე სულ ყრისმათ. კიდევ ერთი ახალი წევრი გვყავს, რომელიც ჰელენმა დაიჭირა. ჰელენ, რას დაარქმევ მას? რობერტი, ეგ მე ვარ. ხო, კარგი, რობერტი მართლა შესანიშნავი სახელია. და ეს თევზი ძალიან კარგად გამოიყურება. ასე რომ კარგი მეგობარო. წადი იყავი შენს მეგობრებთან. მათ მოსწონთის. ხო, შეხედე მას, ისინი მას ამზადებენ. კარგი, კიდევ ერთი ოსკარი. ოსკარის არმიისთვის. ეხლა ეს რაღაცა გვაქვს. მართლა არ ვიცი, სად უნდა დავდოთ ეს. იქნება სხვა მდინარის კიბოებთან ერთად დავდოთ? ხო, მდინარის კიბოების ჯუნგლები. ხო, ანუ ეგ რაღაც მართლაც მდინარის კიბოს გავს. კარგი, აქ ჩავდებთ. კომენტარებში დაწერეთ თუ იცით ეს რა არის. შეხედეთ რა გრძელი ანტენები აქვს. ისინი პირდაპირ მნიშვნელობით 12 ინჩია სიგრძეში. ეს სიგიჟეა. კარგი, აი მიდის მდინარის კიბოების ჯუნგლებში. და კიდევ ეს ორი თევზის მახედანაც დავიჭირეთ. ლამაზი, ფერადი, პატარა მდინარის კიბოები. მათაც დავამატებთ. ის რომელიც გუშინ დავიჭირეთ, აქ დავამატეთ კამერის გარეშე, მაგრამ ეხლა ბიჭებო, ბევრად მეტი თევზი გვაქვს. მივდივართ საიდუმლო აუზთან და იქაც დავამატებთ. ნახეთ ეს ბიჭებო, აქ გვაქვს ვედრო სავსე თევზებით. ეს ჩემი საყვარელი ნაწილია ყველა ვიდეოში. თევზების აქ ჩაგდება. არ ვიცი რატო, მაგრამ ყოველთვის მიყვარს შემთხვევითი რაღაცების აქ ჩაგრა. წავედით. აქ უცნაური ლოქო გვყავს, არ ვიცი რა ჯიშია, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურება. აი წავიდა. აქ თეთრი მოლი გვყავს და ლურჯი გურამი. აი წავიდა. კარგი, ორი მწვანე ტირი და ერთი კონვიქტ ციხლიდი ყავს. აი, ისინიც წავიდნენ. ოუ, შეხედეთ ამას. ეს ოქროსფერი გურამია. მოგითხარით, რომ იქ გურამები იყვნენ, ეს ოქროსფერია. შვენიერია. აი, წავიდა. კარგი, ნახეთ ეს ბიჭებო. ეხლა ეს უზარმაზარი, ვარდისფერი კონვიქტ ციხლიდი ყავს. მას მათაკ უსაუსში ჩავამატებთ. აი, წავიდა. იმედი აქ სხვა კონვიქტებთან ერთად გამრავლდება და ძალიან მაგარ ფერად ნაშიერებს გააჩენს. ბოლო რასაც დავამატებთ, ეს პატარა პლეკოა ტიკი ჰატის აკვარიუმში. ეს მართლა ძალიან მაგარია. კარგი, წავედით. მას ტიკი ჰატის აკვარიუმში ჩავამატებთ. ჩემი დედა აქ არ არის რომ ეს ნახოს, მაგრამ გონია რომ ის ძალიან მოეწონება. აი, წავიდა. რა მაგარია. ეს მართლა საოცარია. ჩვენ ახლახან დავიჭირეთ ის უზარმაზარი კანალიზაციიდან და ახლა პატარა დავიჭირეთ. ძალიან მომწონს ეგ პლეკოები. კარგი მეგობრებო, ეს გიჟური იყო. ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლოს და ბოლოს ისევ იმ ადგილას დავბრუნდით. თუ გინდათ მესამე ნაწილი ნახოთ, ჩადით ქვემოთ და მაცნობეთ. ხევზის მახის ერთი ერთზე შეჯიბრი. დააკომენტარეთ, ვინც ფიქრობთ რომ მოიგო. ჰელენმა მართლაც დაიჭირა ის უცნაური უცხოპლანეტელი არსება. ჩადით ქვემოთ. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ მეგობრებო. შვიდობით.